დავიბადე 1976 წლის 12 ივნისს ოზურგეთის რაიონი, სოფელი ფანფალეთში. ჩემი გვარის წარმომავლობა წერილობითი წყარო არსებობს, არის ზემო აჭარიდან. სოფელი არის ინწკირვეთი, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი გვარის წინაპრები, ვინც იყვნენ სოლომონიძეები და ჭაღალიძეები და შახ-აბასის დროს, როცა მასიურად გათათრება მიდიოდა აჭარის მოსახლეობის, ნაწილი აი ამ გვარის აიყარნენ და წამოვიდნენ აი ამ სოფლიდან სოლომონიძეები და ჭაღალიძეები იყვნენ და რომ ესე იგი ეს ისტორია ჩადეს აი ამ გვარში და ინწკირვეთიდან ველად გასულები აი ეს ისტორია არის ამ გვარში და შემდგომ არიან ცხოვრობენ ბათუმის მხარეშიც და ძირითადად გურიაში ცხოვრობენ. მე საიდანაც ვარ იმ სოფელშიც ბევრი არიან, იქ სხვა სოფლებიც არის. ბავშვობა გავატარე ამ სოფელში, ფანფალეთში. ჩვენ 4 ძმა ვართ. ერთმანეთზე მიყოლებით შევეძინეთ ჩვენ მშობლებს და მოწყენილი ბავშვობა ნამდვილად არ ქონია, იმიტომ რომ გასართობად სახლიდან გასვლა არ გჭირდებოდა. ერთმანეთთან, ესე იგი აი ვერთობოდით კიდეც, თამაშობდით კიდეც, ლაღი ბავშვობა მქონდა მე. მე-4 კლასში ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა მიიღეს ბინა ოზურგეთში, თითო რაიონში და შემდგომ გადმოვედით რაიონში 4 ძმიდან 2 მაშინ ესე იყო, უნდა ჩაწერილიყო იქ რაიონში და 2 ჩაუწერეს იქე და თან გადმოგვიყვანეს სკოლაში სასწავლებლად. მე-4 კლასიდან გავაგრძელეს სწავლება ოზურგეთის რაიონში. მამა ჩემს მძიმე ბავშვობა ჰქონდა ჩვენგან განსხვავებით, მამა მისი ომში წავიდა და იმეც მახსოვს ბოლო მომენტამდე ეძებდა მამა ჩემი თავის მამას კასიანეს ინწკირველს და ვერ იპოვა. საბოლოოდ მახსოვს რომ ბოლოს მოვიდა და თქვა რომ სავარაუდოდ ქერჩი დაიღუპა თავისი მამა, იმიტომ რომ არ გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში სიკვდილისნობაც არ მოსულა. და ბებიამ მამა ჩემის დედამ გაზარდა. 2 შვილი დატოვა ბაბუა ჩემმა. მამა ჩემი და მამიდა ჩემი. მაშინ მოგეხსენებათ, რთული დრო იყო და ომიანობის პერიოდში აი ესე 2 შვილი წვალებით და ტანჯვით გაზარდა და შესაბამისად მძიმე ჰქონდა ბავშვობა, მაგრამ იყო შრომის მოყვარე ადამიანი, მძღოლი იყო პროფესიით, მაგრამ ჩვენ აი მე ვერ ვიხსენებ, რომ ჩვენ რამე მატერიალური სიდუხჭირე არ გვიგზნია ბავშვობაში, დღე-დაღამ შრომობდა. კი არა, ყოველ წელიწადს მივდიოდით დასასვენებლად თაშის სხვაზეს. დედა ჩემი იმავე სოფლიდან არის, ფანფალეთიდან. ასაკობრივი განსხვავება იყო მათში, 15 წლით უფროსი იყო მამა ჩემი და მაგრამ მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ და ბოლომდე ერთმანეთის ერთგულად ეხა გარდაცვლილია. მამა ჩემი, დედა მე წამოვიყვანე, ჩემთან არის. დედა ჩემის მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, ისიც ასევე ბავშვობა შრომაში გატარებული, მახსოვს გაზეთშიც ვნახე, ადრე იყვნენ ხოლმე რაღაც სოფლის მეურნეობაში წარმატებული ახალგაზრდები და ესე შექმნეს ოჯახი და ჩვენ მოვევლინეთ ამ ქვეყანაზე, გავგზარდეს 4 ძმა. რაც შეეხება მეუღლეს, ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის დევნილი. მე მაშინ სტუდენტი ვიყავი, როცა და მეგობრები მყავდა რუსეთში, სოჩაში კერძოდ იქ. ჩემი ბავშვობის მეგობრები ცხოვრობდნენ და მათგან გავიგე ჩემი მეუღლის შესახებ, იქ ეკლესიაში, ქართული ეკლესია არის და იქ იყო მესანთლე.
მე ერთხელ რაღაც ტელეგადაცემაში ვნახე რაღაც მოამზადე სახიდან ჩასულები იყვნენ და ტელეფონის ნომერი გავიგე, მაშინ არ იყო ჯერ ესეც სოციალური ქსელები, ესე არ იყო ესეთ. ტელეფონის ნომერი გავიგე და ვწერდით ხოლმე აქედან და მე რა თქმა უნდა ჩამოვიდა ერთ დღეს აქ ნათესავები ყავს, თავის ნათესავები. და მივწერე შეხვედრავთ ხოვი და რატომღაც მითხრა უარი. ხო და მეც უთხარი კარგი მეთქი. და ესე დავშორდით აი ამ პირველ ჩამოსვლაზე წავიდა მე ისე სოჩაში, მე გავიდა ხანი რატომღაც გავებუტეთ ერთმანეს თუ რაღაცა იყო არც მე აღარ მიმიწერია. წერდით დიდი ხანია, აი ძალიან ახლოს დავახლოდით ერთმანეთთან, მარტო ხილული მხარე ხო არ არის ადამიანი, რაღაც სულით, გულით, გონებით. და გავიდა საკმაოდ რომ არ შეხმიანებივართ ერთმანეს და მე იყო შენდობის დღე. დიდ მარხვის დასაწყისი იყო და მომწერა რომ შენდობას ითხოვდა და რა თქმა უნდა შენდობა მიიღო და მე ისევ გავაგრძელეთ ურთიერთობა და მე მეორე ჩამოსვლაზე უკვე შევხვდით და მე უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი და მე გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ოჯახი. საერთოდ ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს ამ ცხოვრებაში. შესაბამისად ჩვენი ჯვარი მიგვაქვს. ყველა ადამიანი გადის გოლგოთას და წინ მიგვიძღვის ჩვენ აი ამ გზაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. საკმაოდ მძიმე იყო ეს განვლილი წლები ჩვენი, 12 წელი არას ერთად ვართ. გულისხმობ მის ფიზიკურ მდგომარეობას, დაწყებული ჯერ აფხაზეთიდან, მაშინ ასაკი ჰქონდა ისეთი, რომ საკმაოდ მძიმედ გადაიტანა იქედან გამოდევნა, შემდგომ აი ამ სტრესებმა გარკვეული კვალი დატოვა და მისი ჯანმრთელობა საკმაოდ შეირყა, მაგრამ მიუხედავად ამისა ტვირთულობს იმ ჯვარს, რასაც ქვია მღვდლის მეორე ნახევრობა და მიუხედავად ამ ფიზიკური რაღაც ოძულურებისა და განსასწრელისა ცდილობს რომ შემიფსუბუქოს ეს მძიმე ჯვარი, თუმცა რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი რაღაც ყველას გვაქვს რაღაც სისუსტეები და ასე შემდეგ. ყავს ერთი ქალიშვილი, მადლობა უფალს, დიდება უფალს. ელანია აი გაიზარდა ეკლესიაში, მე არ მახსოვს კვირა დღე რომ არ ზიარებული იყოს. პატარაობიდან დღემდე ესე არის. შესაბამისად მასში არის სარწმუნოების სიმტკიცე იმდენად რომ აი ვატყობ ხანდახან მეგობრებთან ურთიერთობაში თვითონ ერთგვარად ქადაგებს სიკეთეს, ქადაგებს სიყვარულს, ქადაგებს სიმართლეს, თუმცა ეხა ბავშვია და ცოტა ცელქიც არის და ენერგიულიც არის სწავლაში, არ ზარმაცობს, კარგად სწავლობს. ხანდახან უბრაზდები ხოლმე ეს დედაც, მაგრამ ერთხელ დედამ დამინახა როგორ გაუბრაზდი და მე მელანია რო წავიდა მითხრა რომ შენი ბავშვობა არ გახსოვსო. ხო და გამოჩერა. იმის მერე ცოტა მე გავიხსენე ჩემი ბავშვობა და მართლაც მეც ცელქი ვიყავი, ბავშვობაში არ ვიყავი ისეთი რაღაცა. ბევრჯერ მახსოვს რომ ძალიან ვაბრაზებდი დედასაც, მამასაც და ცოტა მობიერი გავხდი მაგის მერე. ეკლესიისკენ პირველ ნაბიჯებს რაც შეეხება ჩვენი თაობა ძირითადად განსასწრებით ვართ მოსულები, თქვენგან განსხვავებით, მაგრამ მადლობა უფალს განსასწრელის წყალობა არის ღვთისა. ეხლა რასაც ვიხსენებ და რაც მახსოვს, მე რაღაც დამღალა ამოვებამ ამას ოფლისა და ვეძებდი რაღაცას ისეც, რომელიც სადაც რაღაც სინათლე იქნებოდა, სადაც იქნებოდა, არ იქნებოდა თვალთმაქცობა, იქნებოდა სიკეთე, სიყვარული და მე მოხდა ისე რომ ერთ-ერთი ჩემი სოფლელი მეუფე საბას უგულისხმობ ინწკირველს, ჩვენ ბავშვობა ერთად გავატარეთ და მაშინ ის იყო სემინარიაში სწავლობდა ბათუმში. ერთხელ უთხარი რომ ერთი ჩემი მეგობარია მეთქი და ბერობა უნდა მეთქი. ეს რაღაც იდუმალი, რაღაც მოწოდება მქონდა რაღაც ყოველთვის, ანუ მინდოდა რომ გავრიდებოდი რაღაც სოფელს, რამაც დამღალა, რამაც სადაც ხედავდი ამავებას. და ასე მითხრა რომ ჩამოიყვანეო იქაო და მე
დავილაპარაკოთ და ერთი 10 დღის მერე, 2 კვირის მერე ჩავედი და სად არისო და მეუთხარი მე ვარ მეთქი. არ ვიყავი მაშინ ეგრესიული და მე ესე წავიდა ჩემი ნაბიჯები. გარკვეული პერიოდი მომიწია ბათუმში, იქ არის ფერია სოფელი, სადაც მოხუცთა სახლი არის, რომელსაც მაშინ ეკლესია მეურვეობდა. იქ ჩავაბარე პირველი აღსარება მამა თეოდორეს და შემდგომ ვისაც აღსარება ჩავაბარე უწმინდესის კურთხევით გადაყვანილი იქნა ყაზბეგში. ხევის თავარხუცესად ესეთი წოდება მიანიჭეს და მე ნათქვამი მქონდა მოძღვრისთვის რომ აი რას ფიქრობ რომ მკითხა მე მუთხარი რომ მე მინდა რომ მონასტერში აი ამ გზით გავაგრძელო ჩემი ცხოვრება მე მაშინ მკითხა მე გადამიყვანესო და შენ ხო არ გაქვს სურვილი რომ წამოხვიდეო მე გამიხარდა მაშინ და წავედი და ამის მერე მთელი წელიწად ნახევარი 2 წელიწადი მე მონასტერში ვიყავ. სანამ იქ წავიდოდი, ეს 2 თვე არავინ არ იცოდა ჩემს შესახებ საერთოდ, სანამ ყაზბეგში წავიდოდი. აი ესე წავედი და ყველაფერი დავტოვე. ბოლოს დედა გამახსენდა. და ვიცოდი რომ ძალიან ნერვიულობდა და ჩავედი და უთხარი სხვათა შორის მითხრა რომ მე მივხვდიო რომ შენ ეკლესიაში იქნებოდი. მე წავედი და როგორც მოგახსენეთ ყაზბეგში სოფელი აჩხოტი არის წმინდა ნიკოლოზის მონასტერია იქა და წელიწად ნახევარი ფაქტიურად აქ მონასტერში ვიყავი და შესაბამისად ამ დროის შემდეგ უკვე დადგა საკითხი როგორც ხდება ხოლმე მორჩილის შესამოსელზე შემდეგ აღკვეცაზე არ შემიმოსია არ ყოფილა შემოსილი ვინაიდან და რადგან ვერ ვიყავი მტკიცეთ ამ გადაწყვეტილებაში და ხედავ ამას მაშინ იყო მოძღვარი მეუფე იეგუდიელი ვინც ახლა მღვდელმთავარი არის იმ ეპარქიის ჩვენი ერთადერთი მღვდელი იყო მთელ სოფელში მთელ რამოდენიმე სოფლებში და ხედავ ამას რა თქმა უნდა მოძღვარი და მირჩიეს სწავლა ვინაიდან და რადგან წიგნი მიყვარს ესე მითხრა რომ იქნებ წახვიდე ისწავლო და მე შეხედეო და ამის დაჭგვაში წამოვედი მთელი 6 თვე ვემზადებოდი ჩასაბარებლად მოვემზადე რასაც ქვია წიგნები მქონდა ყველაფერი და ჩავაბარე და 2006 წელს დავამთავრე სასულიერო სასწავლებელი ში ჯვარი დავიწერეთ და წამოვედით რუსთავში საცხოვრებლად. თავიდან ქირი ცხოვრობდით რაღაც გარკვეული პერიოდი, მერე დაგვეხმარე მშობლები მეუღლის და აი ბინაში შეგვიძინეს და პარალელურად მსახურობდი ყოველთვის 11 წლის მანძილზე ვიმსახურე მედავითნის ხარისხში. რამოდენიმეჯერ იყო მოწოდება, აი ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, რამოდენიმე მღვდელმთავრისგან იყო მოწოდება სასულიერო პირობაზე. რა თქმა უნდა, სწავლის დროს ეს არ მოხდებოდა და შემდგომში უკვე მაინც გავიდა რაღაც პერიოდი, წლები გავიდა სემინარიის დამთავრების მერე, მაგრამ მე რაღაც ერთი პერიოდი ხედავდი, რომ მქონდა განცდა ტალანტის დამარხველი მონის. არ მოღვაწეობდი არც სკოლაში ერთი პერიოდი, რამოდენიმე ხანი. არც პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი, ვისწავლე 4 წელიწადი. არც სასულიერო პირი ვიყავი და მე ვიფიქრე, რომ დავიტვირთები მეთქი ნამხრივ. მაინც რაღაცა მეტი სიახლოვე მინდოდა უფალთან, მეტი სიღრმეში ვხედავდი უფრო ადამიანს, მეტი რაღაც მეტისკენ იყო რაღაც მოწოდება და მისი უწმინდესობის კურთხევით ხელი დამასხეს დიაკვნად. წელიწად ნახევარი ვიმსახურე მისი უწმინდესობის დიაკონი ვიყავი სამების ეკლესიაში
მცხეთაში მომიწია გარკვეული პერიოდი მსახურება და შემდგომ ხელი დამასხეს მღვდლად გარდაბნის და მარტყოფის ეპარქიაში მეუფე პავლადის ოსაღვდელოის მეუფე იოანე შომახიამ და ხელდასხმის შემდგომ ვარ და მსახურობ ახალი სამგორის წმინდა გიორგის და წმინდა ნინოს ეკლესიაში. ერის ღირსება პირველ რიგში რა თქმა უნდა სარწმუნოება მიმაჩნია, ეკლესია არის ყოველთვის არის და იყო და იქნება ის ქვაკუთხედი, რომელიც კრავდა ჩვენს ერს. ჩვენი მთავარი ღირსება გაჟღერებული არის ჩვენს ისტორიაში, ამას ამბობს ჩვენი თუნდაც ჩვენი სკოლის წინამძღოლი, ზეციური მფარველი წმინდა გიორგი მთაწმინდელი, რომ ჩვენ ერგზის შევიცანი ჭეშმარიტება და არასდროს არ მიდრეკილ ვართ, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ და მთავარი ღირსება, რა თქმა უნდა, ეს მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ყოველი რაც არის ჩვენი ქართული ტრადიცია ღირსება არის ჩვენთვის, რამოთ ყოველივე არის ქრისტიანულ მოძღვრებაზე გაწყობილი, აი მაგალითად მაგალითს ვიტყვი, აი ჩვენი ცნობილია ქართული სტუმართმოყვარეობა არის ბიბლიური ტრადიცია, პირდაპირ მოძღვრავს პავლე მოციქული, რომ სტუმართმოყვარებას განეგრძალეთო, რამეთო ვინ იცის იქნება ანგელოზი ისტუმროთო და მაგალითად მოაქვს ა ブラ ამის შემთხვევა, რომელმაც ანგელოზების სახით თვით ყოვლადწმინდა სამება ისტუმრა. ყოველი ჩვენი ტრადიცია, ავიღოთ თუნდაც ოჯახი, რომელსაც პავლე მოციქული დიდ საიდუმლოდ სახელდებს და ესე ბრძანებს, მე ვიტყვი საიდუმლო ესე დიდარს, მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა. ჩვენი ოჯახის სიმტკიცე ის, რომ ჩვენი ოჯახის ხური ტრადიცია არის მტკიცე, ესეც სახარებასთან შესაბამისობაში არის და სხვა ყველა ჩვენი სიმღერაც, ჩვენი ხელოვნებაც, სპორტი მიყვარს. მე თვითონ წლების მანძილზე ვარჯიშობდი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობდი. ყოველთვის მიყვარდა ბავშვობიდან, აი წეღანაც მოგახსენეთ. დილით ადრე ვდგებოდი ხოლმე ზაფხულში, ზამთარში, მიყვარდა ვარჯიში და ფიქრობ, რომ კარგია. მცდელობა აი ამ ტრადიციების და აი ამ ფასეულობების, ცრუ ფასეულობებით ჩანაცვლება და ამაზე ვხედავ თუ რამხელა დიდი მექანიზმი მუშაობს ამაზე და აი ეს მიმაჩნია ყველაზე მტკივნეულად. იმიტომ რომ აშკარად ვხედავ ჩვენ რომ ჩვენ არ ვიცით გაუძლებენ ამას ჩვენი შვილები, ვერ გაუძლებენ. რა თქმა უნდა ჩვენ დღე-დაღამე ვედრებით უფალს რომ მშვიდობით გავიდნენ ისინი და გაუძლონ და იმედის გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდია შემოტევა ამ ხრივ. ცდილობენ რომ სასაცილო გახადონ ისეთი თემები, რაც არის მაგალითად ქალწულება, ეს ესეც ბიბლიური ტრადიცია არის და ჩვენ პირდაპირ ხაზგასმით აღინიშნება ხშირად ბიბლიაში, აი მაგალითად, როდესაც ა ブラ ამი აგზავნის ისააკისთვის თავის მსახურს, იქ წერია ბიბლიაში პირდაპირ, რომ რებეკა იყო ქალწული. და ქალწულება ძალიან მაღალი შეფასება აქვს ეკლესიაში. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, რომ დასაბამიდან ქალწული მიწისგან შეიქმნა ადამი, ქალწული ადამისგან შეიქმნა ევა და სამოთხეშიც ქალწულება განიგებოდა. ასე რომ ეს არ არის ჩვენი მოგონილი ტრადიცია. სამწუხაროდ სასაცილოდ ცდილობენ რომ გახადონ ეს თემა და ეს რეალურად ხდება მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებულ მოწინავე ქვეყნებში, თუნდაც ამერიკაში დღეს ქვეყნის მესვეურები ცდილობენ იმაზე, რომ იქნებ დაინერგოს ქალწულების ინსტიტუტი, იმიტომ რომ ამან კარგი არაფერი არ მოუტანა ქვეყანას. აი ესე ბჭყალებში თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანი ეუფლოს თავის თავს, როგორც უფალი ეუბნება კაენს, როდესაც მან მოინდომა ცოდვის ჩადენა. ეუბნება, რომ ცოდვა კარს მოგადგა და შენ ეუფლე მას. აი ეს არის თავისუფლება, როცა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რითიც შეუძლია რომ ეუფლოს ცოდვას.
10 მცნებიდან ერთ-ერთი გვეუბნება რომ პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა რათა კეთილი გეყო შენ და ღერძელი ყო ქვეყანასაზე და ამაშია კურთხევა საერთოდ ადამიანის ჩვენ ბიბლიაში ვხედავთ რომ თუ კი დაილოცა ვინმე დაილოცა მშობლების მიერ და თუ კი დაიწყევლა მშობლების მიერ ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ და მისი უწმინდესობამ კურთხევამ მოგცა ჩვენ ყველას თელს ერს რომ ყოველთვის მივიდეთ და კურთხევა დალოცვა მივიღოთ მშობლებისგან ამ გლობალურ პროცესებში და ამ შემოტევებში მე ვფიქრობ და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან დიდი მექანიზმი რაც დაგვიცავს ჩვენ და დაიცავს ჩვენ შვილებს ამიტომ მე პირადად დღე ვცდილობ რომ ყოველდღიურად ჩემი შვილი სახლიდან კურთხევით გავისტუმრო და დაცული იყოს ამ მხრივ. თანამედროვე სული ცდილობს რომ ადამიანის გონება გათიშოს საერთოდ ცხოვრებიდან. არა და ჩვენ ვიცით რომ ღირსება ადამიანისა სხვა ქმნილებისგან გამორჩევით ეს არის სწორედ გონიერება და ადამიანის გონება არ უნდა იყოს ჩაკეტილი მხოლოდ რაღაც საგნების შესწავლაში, მხოლოდ რაღაცების დათვლაში, გადახარისხებაში, არამედ გონება უნდა დაფიქრდეს იმაზე როგორც ამას ამბობს ჩვენი წინაპარი ყმაწვილი უნდა სწავლობდეს სასნობლა თავისადაო ვინ არის სიდან მოსულა სად არის წავა სადაო სხვათა შორის ჩვენ საძებნი და საძიებელი ამ მხრივ არ გვაქვს არაფერი ყველაზე დიდი ჩვენი საყვარელი და სათაყვანელი წინაპრების ცხოვრებაში ჩვენ დავითს ვიტყვი აღმაშენებელს წმინდა მეფეს რომელიც დღესაც ჭყონდიში დღესაც არის ოთახი სადაც გადმოცემით დავით აღმაშენებელი საათობით იღებდა ესაუბრებოდა თავის მოძღვარს გიორგი ჭყონდიდელს იღებდა მისგან რჩევას იღებდა კურთხევას და სწორედ აი ამ კურთხევით იყო ის რაც იყო ამიტომ უსურვებდი მომავალ თაობას რომ კურთხევით გვევლოს უფლის კურთხევით გვევლოს განსასწრელი გარდაუვალია ცხოვრებაში, მაგრამ კურთხევით მავალი ადამიანი, როგორც პეტრე მოციქულმა უფლის კურთხევით გაიარა იმ აღელვებულ ზღვაზე, აი ესე გადის კურთხევით ადამიანი აი ამას ოფლის აღელვებულ ზღვას და საბოლოოდ ჩვენ მერე გავდივართ სამშვიდობოს, როგორც ამას ჩვენი უწმინდესი ბრძანებს ხოლმე ხშირად და გავალთ კიდეც.